არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში ვმუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე. გადაცემის სტუმარი კი არის მხატვარი კოკა ვაშაკიძე და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კავკასიური ხელოვნების ჟურნალის შესახებ, თუმცა როგორც კოკა დაგვირდა ეთერს მიღმა არა მხოლოდ ამის შესახებ. კოკა საღამოშვიდობის როგორც იქნა დადგა ის დრო, რომ მე შენს ძილს არ ვავთხოვ. მადლობა გამარჯობათ. მე შალამბერიძე მსმენელს. ეს ძალიან საინტერესო ჟურნალი ორენოვანი, რომელზეც თუ კი ჯერ არ იცნობთ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ და შვენივრად ესე კითხვით გაატაროთ. დრო ოღონდ წაიკითხოთ ძალიან საინტერესო ამბებს და არა იმას თუ ვინ რამდენ შაქარს იყრის ყავაში და ასე შემდეგ. კოკა, შენ რამდენ შაქარს იყრი ყავაში? ორს. 3-დან ჩამოვედი. თუ გაჭირდა ცხოვრება? ხო. კეთილი. ნინა გამაფრთხილა ჩვენ შესახებ არ იყოს საუბარი და მე აღარ გამიწევ რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით რომ კარგად ვხატავ და ასე შემდეგო, ამიტომ პირდაპირ მოგვიწევს გადავიდეთ ჟურნალზე. როგორ გაჩნდა ეს ჟურნალი თვითონ? და ვინ იყავით ეს ხალხი, ვინც ეს კარგი იდეა მოიფიქრა? ვინც მოიფიქრა, ისევ ისინი ვართ როგორც გაჩნდა. ეს არის მე და ჩემი მეუღლე ანუ კალომიძე. ანუ პრინციპში უნდა გაჩენილიყო და გაჩნდა კიდევაც რა, იმიტომ რომ ბევრი რამე არის, რაც ხდება ძალიან საინტერესო სიტყვაზე. და საქართველოში გინდა თბილისში და კიდეც კავკასიაში, რომელიც იდეაში რჩება მედია ინტერესის მიღმა რა. ძირითადად ეს ვიზუალური ხელოვნება შეეხება. ანუ რაღაცნაირად გვინდოდა რომ მეცნიერად ხატვარი ვარ და მეცნიერად შევხვედრილ ვარ ამ პრობლემას ხშირად რომ არის რა ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე რომ გამოფენას გააკეთებ და შემდეგ ეს გამოფენა შეიძლება თუნდაც გაშუქდეს ადმე არ ვიცი ან რაღაც ნებისმიერ მოხდეს იკარგება უგზაუკლოთ რა ამაზე გზაკვალი ნებისმიერი რა ვიცი ყველაფერი არაფერი აღარ ჩანს რა სადაც გინდა ის გამოგიფენია, სადაც გინდა ის გამოგიფენია, თბილისში რეალობა სამწუხაროდ ისეთია, რომ ნუ პრაქტიკულად არაფერი არ ჩანს და იკარგება. პლუს გარდა ამისა, ჩვენ ქონდა ეგეთი სურვილი გავეკეთებინა, რომ აი ხო, იცით, თუ შეიძლება რა ამაზე შევჩერდ, რატო ხდება მართლაც ისე, რომ თბილისში გამოფენა კეთდება და მე იქვე კვდება სამწუხაროდ ძალიან არ ვიცი, მე მგონი ბევრი სხვადასხვა მიზეზი არის, ერთი მიზეზი არ არის მაგისი. ერთი არის, რომ ის იმის გამო რომ არ არის თქვათ ბაზარი სახელოვნებო ნორმალურად გამართული პრაქტიკულად ბაზარი განაპირობებს ხო მეტნაკლებად ყველაფერს რა თუ სიტყვაზე კარგი რაღაც კომერციული გამოფენაზე არ არის უშუალოდ ლაპარაკი თუნდაც ის აქტიური გალერეები რომლებიც სხვაგან არიან რომლებიც უნდა იმუშაონ და რომლებიც სავარაუდოდ შემდეგ სამომავლო ვიღაცა ნამუშევრის ავტორი ან ხატვარი შემდეგ უნდა შეეცადონ რომ გადმოიბიონ თავისთან ხო ეს არ არსებობს და რახან არ არსებობს რომ სულ რამდენიმე ის არის გალერეა არის თიძე ჩამოსათვლელი რა სინამდვილეში და რახან არ არსებობს ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის რა კიდე ალბათ ის არის რომ არ ვიცი შეიძლება იდეაში განაპირობებს მედია ინტერესი და მედიის ინფორმირებულობა საზოგადოებისადმი განაპირობებს პირველ რიგში მაინც ტელევიზია რაც უნდა იყოს ხო ანუ კი Facebook-ზე გადართულია ძალიან დიდი ნაწილი თბილისში მოსახლეობის თბილის გარეთაც მაგრამ საბოლოო ჯამში საერთო რო ავიღოთ პროცენტულად ძალიან ცოტა არის რა ეს და თან ჩვენ თბილისი არ ვართ ხოლმე საბედნიეროდ ხო არ ვართ მაგრამ სამწუხაროდ სამაგიეროდ საბედნიეროდ დაუპირისპიროთ და გავანეიტრალოთ სამწუხაროდ ძირითადად კულტურული ცხოვრება მეტნაკლებად მაინც თბილისზე მოდის რა კი არის რაღაცეები თქვა სადღაც კი არ ვაკნინებ ამით სხვა ქალაქებს მაგრამ ნუ ფაქტია რა და არის კიდე რაღაცა მიზეზები რის გამოც ესე ხდება რა კეთილი მაშინ დავუბრუნდეთ ჩვენ ჟურნალს ეს ოჯახურ ჟურნალს რომელიც ანუ ოჯახი აკეთებს ხატია
ძალიან კარგია ხოლმე მე მითხრა ძალიან მომწონს ότι ადამიანებს აი ჩვენ არ ვარ ჩაკეტილებით ნებისმიერ ადამიანთან გვინდა და გსურს რომ ვითანავშო მაგრამ ეს ოჯახური ბიზნესი ესე რომ თქვათ მე ძალიან მომხრე ვარ ეს რაღაცების იმიტომ რომ მე მგონი რომ გაცილებით საინტერესო ვიდრე ის რომ იციან რომ არა ჩემი ოჯახის წევრთან ერთად როგორ ვიმუშავებ და ასე შემდეგ და ესეთი რაღაცა გამოსვლები რო არის თქვენ ჟურნალში არის ძალიან ბევრი საინტერესო სტატია ბევრი საინტერესო ავტორის ამ ავტორებთან თქვენი თანამშრომლობა როგორ ხდება ისინი რა კუთხით იძიებთ თქვენ მათ მოდი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ავიღოთ რომ ინგლისურენოვანი და ერთი ავიღოთ ქართულენოვანი. ინგლისურენოვანი რადიკალურად განსხვავდება ამ ეტაპისთვის ქართულენოვანისგან და რატო? იმიტომ რომ ქართულენოვანი არ იყო, მე შევეცადეთ რომ გადაგვეყანა რაღაცნაირად მოგვეხერხებინა, რატო? იმიტომ რომ იყო თავიდან მხოლოდ ინგლისურენოვანი და რატო ეს არ იყო რაღაც ცნობური მიდგომა და რაღაც. ანუ ჩვენ გქონდა სურვილი რომ გაგვეკეთებინა რაღაცა პლატფორმა, გაგვეკეთებინა რაღაცა ჟურნალის მსგავსი მაინც ელემენტარულად, სადაც მომხმარებელი არა მხოლოდ საქართველოსდან, არამედ კავკასიიდან, აზერბაიჯანიდან და სასუნხეთიდან და მის გარეთ შეძლებდა გაეგო რა ხდება ამ ქვეყანებში და ზოგადად კავკასიის რეგიონში რა ხელოვნებასთან მიმართებაში. ამიტომაც ქვია, რაც ქვია. ოღონდ შემდეგ მოხდა ასეთი რაღაცა რომ გავიაზრეთ რა რომ რეალურად ძალიან რთული აღმოჩნდა დაუფინანსებლად ასე ვთქვათ სამივე ქვეყანაზე მოდება რა და რაღაცა შეთავაზება ავტორებისთვის რომ გავაკეთოთ და ისო კანდა ისო მაგრამ ინგლისური ვერსია იყო ამიტომ რომ უნდა აგვერჩია ან ერთი ენა ან მინიმუმ 4 ენა მაინც ხო იმიტომ რომ ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და პლუს ინგლისური ან რუსული რაღაცა პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ვამჯობინეთ რომ ინგლისური აგვერჩია და არა რუსული შემდეგ უკვე ნუ კარგი 4 ენა გავიგეთ რომ ინგლისური არის ის მე-4 და არა რუსული ხო მაგრამ ნუ სიგიჟია ხო 4 ენაზე ჟურნალისტქანა ის არის მაგრამ ნუ შევჩერდით მხოლოდ ინგლისურზე ამიტომ რა მაგრამ მე რახან მივხვდით რომ ესეც უკვე ძალიან სირთულესთან იყო ასოცირებული და ძალიან რეალურად შეუძლებელი ამოცანა იყო ჩვენს წინაშე ამ მომენტისთვის გადავწყვიტეთ რომ გადმოგვეტანა ეს პირდაპირ ქართულ ენაზე და დაგვეწყო ამითი რომ რამითი ამუშავებული იყო იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემების წინაშე ვიდექით რა რომ აი ეს როგორ გავაკეთოთ ის როგორ გავაკეთოთ ის როგორ გავაკეთოთ და ამ შემდეგ იქ უნდა ყოფილიყო ბევრი ძალიან საინტერესო რაღაცა რაზეც ჩვენ ხელი არ აგვიღია და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად გავაკეთოთ უბრალოდ სტრატეგიები შევცვალეთ ამ მომენტისთვის და იმის ნაცვლად რომ გავჩერდეთ და როგორ დავიწყოთ და რანაირად გავაკეთოთ ჯობია რომ პირდაპირ ქმედებაზე გადავიდეთ და ამ მომენტისთვის ქართული ენა ყველაზე ისეთი იყო რა კარგი სტარტაპი იყო ასე ვთქვათ რა და მე ჩვენი ინტერნეტი გამიწყრა და ვერ ნახულობ ზუსტად ვერ ხსნი უბრალოდ თქვენს ჟურნალის გვერდს და გარდა ამისა ალბათ სმენელისთვის საინტერესო იქნება თუ კი ვინმე მართვის ჯერ ამ ჟურნალის ზუსტი მისამართის მოსმენა ეს არის კავკასუს art.com.g რომელიც ქართულზე შედის და ინგლისური მხარე არის უბრალოდ com მაგრამ განსხვავება ის არის რომ ესენი ერთმანეთზე მიბმული არ არის ამ მომენტისთვის იმდენში უნდა იყოს და იმიტომაც არის com.g და com და ძალიან ბევრი ხარვეზი არის ახლა ამ მომენტისთვის ინგლისურენოვანში ინგლისურენოვან გვერდზე ანუ რას უწუნებთ უფრო ვებ დიზაინის ხრივართ ბევრი რამე გასამართი რა სინამდვილეში ასეც დრომი აქვს და პრინციპში ეგეთ ჩვენი გაკეთებული არის ოღონდ ამ მომენტისთვის გაცილებით მარტივ პლატფორმაზე გადავედით რასაც WordPress-ი ქვია ოღონდ პირდაპირ არა WordPress-ი არამედ ნუ არის ხომ დაბლობები WordPress-ზე თორდება ხომ და არის კიდე ნუ პირდაპირ დომენის აიღებ ეგრე გავაკეთეთ მაგრამ სანამ აქამდე მოვიდოდით ძალიან ბევრი წვალება გამოვიარეთ იმიტომ რომ ესეთი იდეა ქონდა რომ გავაკეთოთ მოდი და როგორ გავაკეთოთ და WordPress მოდი არ ვენდოთ იქ რაღაცა ჯუმლასთან რაღაცა ურთიერთობა ქონდა იქამდე და ნუ ავდექით და თავი დავანებით იმიტომ რომ რაღაც მძიმე არის როგორც წესი და ასე შემდეგ და ბოლოს გადავწყვიტე რომ ეგეთ სიგიჟე გამეკეთებინა რომ HTML-ი მესწავლა მეთითო და თან ვსწავლობდი თან ვაკეთებდი და ამ სწავლება და კეთების პროცესში 4-ჯერ თუ 5-ჯერ გადაისავ ქენის და ბოლოს ხო იცით რომ ყელში რო გაგდა მართლა რო საერთოდ არ ჟურნალი რო არაფერი რო აღარ გინდა იმდენჯერ რო გადაიტან ერთი და იგივე მასალას თან მასალა რო არ მრავლდება იმიტომ რომ
ლიანად ორიენტირებული რო ხარ იმაზე რა ქვია როგორ გამოიყურებოდა ეხა კიდე აბსოლუტურად მე მგონი ყველაზე ცუდი ისა აქ რა ქვია ვიზუალი აქ რაც აქამდე ქონია რაღაც 4 წინა ვერსია თუ რა ხო არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიზუალის რა გითხრათ მაგრამ იმდენად საინტერესო შინაარსი დევს შიგნით რომ ამ ვიზუალს უკან პლანზე წევს ხო ნუ შინაარსი ორ რამეზე შევჯერდით ამ მომენტისთვის იდეაში ბევრ რაღაცას ვაპირებთ ეხა ქართული ჩაეშვა რამდენიმე დღეა რა სინამდვილეში მაგრამ ერთი ძირითადი რამე რაც უნდა იყოს ქართულზე აუცილებლად ეს არის გამოფენების გაშუქება და გამოფენების ანონსირებაც ერთის მხრივ მაგრამ არა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებაზე შეიძლება ამის ასე ვთქვათ ჩაციკლა რა მარტო ვიზუალურ ხელოვნებაზე არ მოხდება და მოხდება იქ რატო არის ეს გამოფენა ასე ვთქვათ რაღაცა სტეიტმენტიან კონცეფცია ხატვრის მიერ შემოთავაზებული ან რაღაც პრეს რელიზი ან თუნდაც უბრალოდ სტატია თუ რაღაც დრომ და ენერგია არ შეგვიშალა ხელი რომ დავწეროთ ან გავაკეთოთ რაღაცა და ჩვეულებრივი ტექსტები რა ეხლა რაც შეეხება ჩვეულებრივ ტექსტებს ეგეთი საინტერესო რამე შევიმუშავეთ იმიტომ რომ ვფიქრობდით რანაირად შეიძლება გაკეთებული იყო იმიტომ რომ დაჟე და ყოველდღე რაღაც დაწერო ეგეც რთული არის ხო მაშინ სხვა რამეები აღარ უნდა აკეთო და რაღაც ანაზღაურებასთან ასოცირებული მაინც უნდა იყოს და იქიდან გამომდინარე ჩვენ საერთოდ არანაირ ხას კი არ უსვამთ ამას უბრალოდ ფაქტს ვამბობ ხო არა იმიტომ თქვენც გაქვთ გადასახადებით ვის ბოლოს როგორც ყველა ადამიანს არა მაგას არა ნუ ანუ რომ ვიღაცა შეთავაზო ვიღაცა ავტორებსო შეთავაზო რომ დაწერონ ეს ეგრე მარტივი არ არის რა ყველას თავის საქმე აქვს და რაღაცა უნდა ისაქნა რა კარგია თუ ვიღაც ადგება და დაწერს მაგრამ საინტერესო რამე შევამჩნიეთ რომ საქართველოს Facebook-ს ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობდით რომ არაადეკვატურად იყენებენ ანუ ადამიანები წერენ სტატიებს რაღაცა პოსტავენ რაღაც იახლებს ან პრაქტიკულად ჟურნალთან გადაქცეული რომელიც ხრება ან ხო მე რატოღაც მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ყველაფერს გადმოიტანს ხოლმე საკუთარ მე არ მესმის ხოლმე Facebook-ში დაწერა ამა და ამ პეტრემ ეს და კი მაგრამ ძირითადად არის გაკეთებული ეს რომ რაღაცა სკანდალი ანუ რაღაცა ვიღაცა ადამიანი ამბობს რაღაცას განაცხადა და ძალიან პატარა ციტატა არის ხოლმე და ჩვენ გადავწყვეტთ ეგეთი რაღაცა რომ ანუ საკმაოდ საინტერესო რაღაცები მაგალითად ამბობდი რომ რაღაცეები დევსო რა რეალურად ძალიან ბევრი რამე არ დევს მაგრამ თუნდაც იგივე გია ბუღაძეს უკაცრავად გია ბუღაძეს ბუდიში ვახო ბუღაძესთან ვახო ბუღაძის ძალიან საინტერესო ტექსტი დევს და პლუს კიდე გია ეძგვეძის იმტოში გავაერთიანე გია ბუღაძე რომელიც ასე საინტერესო მხატვარია და მე გამოცემ მინდა გითხრათ ორივე არის Facebook-ზე დაპოსტილი რა რისი თქმა მინდა რა თვითონ ვახოს სტიგმა რამდენად საინტერესო ანუ რამდენად საინტერესო არის ის როცა წერს მაშინაც თურმე არა მხოლოდ მაშინ როცა ხატავს კი გეთახმები და ნუ გადავწყვიტეთ რომ ამ ეტაპზე იმისთვის რომ რაღაცა დინამიკა იყოს ხო შევთავაზოთ ხოლმე ამ ადამიანებს როდესაც ცოტათი მოგძო სტატუსი არის ასე ვთქვა თან იქ ნოუთების სისტემაც არის ხო როცა წერენ ხოლმე რომ ეს გადავიტანოთ ჟურნალში და ასე ვთქვა იმიტომ რომ ჯერ ესეთი Facebook-ი შეიძლება გაქრეს კაცმარდის როდის მეორე ესეთი ყველა პოსტი არ იკარგება ესეც არ ინახება ესეც მნიშვნელოვანი მეორე ესეთი სადღაც იკარგება სტრიმში და ასე შემდეგ ხო კეთილი ჩვენ დროებით საინფორმაციოს დავუთმობთ რადიო იმედის ეთერში და შემდგომ ისევ გავაგრძელებთ საუბარს არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემა და გადაცემის სტუმარია მხატვარი კოკა ვაშაკიძე ჩვენ საუბრობთ კავკასიის ხელოვნების ჟურნალის შესახებ კოკა იცით რამდა გითხოთ აი თუ კი ჭურჭლის დამტვრევა კარგად გეხერხება ეგ არის მაგაშიც არის რაიმე ხელოვნების მაკვარი არის მთავარი არის რომ აბრა კი უნდა შემენახა ხო ის დამტვრევი ან გადაგიხო მომენტი უნდა გადაგიხო და ხო თან ჩვენ ჩინელს დაუპირისპირდებოდი მე არა ესე ჩვენ საზოგადოებას ხო უყვარს ხოლმე სოციალურ ქსელს დღეს ჩვენ კი ძალიან ხალისობთ რომელიც გამოსადეგი საქმე არ ნამდვილად მაგრამ გააჩნია რას წერი ხო და ნინა შენ შეგიძლია დაწერო რომ კატოს გაუხმეს ხელები რადიო იმედის ჭიქა გადახა კეთილი ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენ ჟურნალს რომელიც არის ორენოვანი ჩვენ გვაქვს იმის ჯანსაღი და ძალიან კარგი ამბიცია თქვენ და თქვენს მეუღლეს რომელთაც თქვენ აკეთებთ ამ ჟურნალს რომ ეს იყოს მოიცოს მთელი კავკასიის ხელოვნება და არა მხოლოდ სახვითი ხელოვნება რაღაცა სტილა ხოლმე ხელოვნებას რა რაღაც მარტო სახვითი ხელოვნებას მოიაზრებენ თუმცა ამ ჟურნალის თქვენ საუბრობთ იმ შესახებ როგორ ხდება სტატიების მოხვედრა
ან დავშოთ ნინამ დაწერა საინტერესო სტატია ხელოვნების შესახებ. შეუძლია მას მოგაწოდოთ დავშოთ. ხელოვნებაში ჭურჭლის ტეხვის როლი. ჭლახანს როგორ ტყდება შუშა? რა ხმას გამოსცემს? ჭლახ თუ თხლაშ? რაზე ტყდება გააჩნია მე მგონი. იმაზე ფაიანსზე. კეთილი, ამას მე კანდიხილად ჩვენ ერთს მიყმა და შევჯერდებით, იმედი მაქვს რომ მომდევნო ნომერში ნინას სტატიასაც ვიხილავთ ჭურჭლის მსხრევა კატოს ხელში, მაგრამ აი მართლა აი რომ დაწეროს ვინმე საინტერესო სტატია და თქვენ არ იცით უბრალოდ არ ყავთ მეგობრებში სოციალურ ქსელში ან არ გაქვთ ეს follow მიცემული არ მეყვებით მის პროფილს. შეუძლია მას მოგაწოდოთ და თქვენ კი, დიდი სიამოვნებით. მაშინ კაფე მეორეთ კიდე ერთხელ თქვენი ალბათ საიტის მისამართი ჩვენი იდეა და სურვილი საბოლოო ჯამში ამ მომენტისთვის არის ის, რომ ნებისმიერ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამაში რა. იმიტომ რომ ანუ ეს იყოს უფრო რაღაცა ფინანსურ და კომერციულ პროექტს მიღმა, უფრო რაღაცა რაც აუცილებელია და რაც იდეაში ესაჭიროება ყველას რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ არის ხო საზოგადოება, ანუ არის ხო რაღაცა ადგილები, სადაც სამეგობროები ასე ვთქვათ რა, სადაც აი ინფორმაცია ვთქვათ კულტურის შესახებ ტრიალებს აი ამ საზოგადოებაში, თუნდაც იგივე Facebook-ზე ხო, ან თუნდაც ისე რა, რეალურ ცხოვრებაში რა. ამის მიღმა ძალიან იშვიათად გადის ეს რაღაცა. ანუ და რაღაც ერთგან იხარშება თითქოს. კი, ანუ რიგითი მოქალაქე რო ავიღოთ უჭირს დომა არა აქვს რა პროცესებთან. და ამიტომ რაც უფრო გავა ეს ტექსტი ან რაღაცა ამ სამეგობროს შორის ან თუნდაც გამოფენა ან თუნდაც ნებისმიერი ივენთი ან რაღაცა მით უკეთესი არის ხო თავისთავად და ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის რა რომ რამენერად უფრო მეტი ადამიანამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. თუმცა თქვენ ხოლმე ონლაინ რეჟიმში აპირებთ ხო მუშაობას თუ ეს გაჩნია რა გავუშვით ერთი ნომერი გამოვეცით თლიანად ეძღვნებოდა საგანმანათლებლო ტრიენალეს თბილისში რომელიც ჩატარდა და ოღონდ ინგლისურენოვანი იყო ის და გულისხმობდა ასეთ რაღაცას რომ გულისხმობდა და იყო ინტერვიუები ამ იმასთან რა ქვია მონაწილეებთან და არა მხოლოდ მონაწილეებთან არამედ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანიც აღმოჩნდა შემთხვევით რომელიც ამ ტრიენალის გარეთ იყო და რომელთანაც მოვახერხეთ ჩაწერა მაგალითად უბუების დამფუძნებელთან კენეთ გოლდსმიტთან რომელიც რა ვიცი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს საერთოდ ეგ პლატფორმას და ეგ ადამიანით. და ნუ მოხერხდა და კარგი არის. მაგრამ ზოგადად რო ავიღოთ, ხო, ეს არ უნდა იყოს ჩემი აზრით ყოველთვიური გამოცემა რაღაც ძალიან რთული არის. ამას მით უმეტეს რომ არ ამგონია რომ ანუ რეალურად ჯერ ესეთი თანხებთანაა დაკავშირებული, მეორე ერთი დინამიკასთანაა დაკავშირებული, ხო და დინამიკა ონლაინ რა თქმა უნდა გაცილებით მეტია დიდი დინამიკაა ვიდრე ისე რა სინამდვილეში რა. ან მაგრამ კარგი არის ეს ფიზიკური კოპიებიც არსებობს ამისი და შეიძლება რომ თქვა რაღაცა პერიოდის მიხედვით გამოვცეთ რა. რაღაცა ხელშესახები რო ხო? ხო, კარგია მე ხიბლი აქვს თავისი, ხო. და თქვენ აუცილებელია ჩემს. ამ ჟურნალის კარტა გაქვთ კიდე მე ჟურნალის სასახელოდ კიდე ერთხელ მინდა მართლა გულდასულით აღნიშნო რომ ძალიან ბევრი საინტერესო სტატია აქვს და ძალიან ბევრჯერ მე მისარგებლე როცა მეცადინებდი გადაცემისთვის საკმაოდ გამომდგომია მითხრა რომ ქართული საიტები ძალიან ცოტაა და თუნდაც ქართული ონლაინ ჟურნალები ისეთი სადაც ხელოვნების შესახებ რაიმეს წაიკითხა. მაგრამ ეხლა უნდა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას უბრალოდ რა, რომ ეხლა რატომღაც უცებ მოხდა ესე, რომ დაემთხვა რა, რომ იმის შემდეგ რაც ჩვენ ქართულად გადავედით, უცებ აღმოჩნდა რომ ანუ აი ამ პერიოდში რაღაც ასე ვთქვათ, რა იმიტომ კი არა რომ ჩვენ რაღაც პარანოიული ისენი რომელიც ახასიათებს ხოლმე ადამიანებს. არამედ მოხდა რა მართლა რომ რაღაც 2 თუ 3 სხვა ალტერნატიული ისენი აღმოჩნდა რა ქვია პლატფორმები თუ ჟურნალები. უბრალოდ რახან ამას შევეხეთ მაგაზე გულდასაწყვეტი და რაღაცნაირად ანუ ცუდი რა არის იცი რომ ხშირად ასეთი რაღაცები იწყება ხოლმე. ძირითადად ისე ვდგებით და ვაკეთებთ თქვა დავიწყებთ წერას ვიღაცა არ ვიცი
დონალდ ჯადზე მაგალითად ან ვიღაცამ ხატო არ ვიცი რა ვიღაცაზე ადგილობრივზე კი არა ადგილობრივიდან კი არ მოდის ეს რაღაცა ამაზე კი არ კეთდება ენერგია ამაზე კი არ იხარჯება სადღაც ის როგორ აკეთებდა რაღაცას ან ეს როგორ აკეთებდა ისედაც მოვლილი რო ამ დროს ხო და ვინც უნდა წაიკითხოს ის მეტნაკლებად იმ ენასაც ფლობს რომელზეც გაცილებით მეტი ინფორმაცია არის და არ არის საჭირო კიდევ ერთხელ გადააზრება იმისი რაც ზეპირად იცის ყველანაირი კუთხიდან პრაქტიკულად ვისაც აინტერესებს რა თქმა უნდა იმას ვიგულისხმობ. ან თქვენ უფრო გულისხმობთ რა აჯობებს რომ იცებდა ესე ჩვენ რეალობაში რაც ხდება და ძალიან ბევრი საინტერესო არტისტია მართლა ჩვენთან ვისი ძალიან ბევრი საინტერესო არტისტი არის რომელიც საქართველოს მოსახლეობას თანაც უნდა უფრო ახლოს უნდა მივიდეს ჩემი აზრით და საქართველოს გარეთაც უნდა გავიდეს არის რა თქმა უნდა გასული მაგრამ გაცილებით დიდი დოზით უნდა გავიდეს და გაცილებით ძლიერად უნდა იყოს გაცილებით მრავალფეროვნად უნდა იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი სახელმწიფო სიუცე ასე ვთქვათ ვიდრე სინამდვილეში არის იმიტომ რომ რეალურად არსებობენ ძალიან მაღალი ხარისხის და ძალიან მაღალი დონის მხატვრები საქართველოში ალბათ ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც რასაც ჩვენ საუბრის გადაცემის დასაწყისში შევეხეთ ის რომ ეს ხელოვნება ცხოვრება მაინც უფრო თბილისში ხდება და თუ კი აქ არ ცხოვრობ ძალიან ძნელია ხო გამოფენისთვის განზრახ ჩამოხვიდა ეს არ არის მარტივი და შეიძლება არც ხსმენია ის მხატვარი და ალბათ პირიქით ეს სტილები უნდა ჩავიდნენ იმ ადამიანებთან უნდა ჩავიდნენ კი იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი პროცენტი ჩამოვა და რამდენი პროცენტი ნახავს თუ ჩავა კიდე ის არის მაგრამ არის ძალიან ბევრი საინტერესო ასე ვთქვათ წამოწყება რომელიც არაერთი წელია ვთქვათ ხდება უკვე რაღაცები მეორე წელია რაღაცები მესამე წელია ხდება მაგრამ საერთო ჯამში რო ავიღოთ მაინც უნდა მოვუმატოთ იმიტომ რომ ერთი რაღაცა ხდება ხოლმე შეიძლება ორი რაღაცა ხდებოდეს სადღაც და თბილისის გარეთ რა და მოვლენაა ხოლმე და ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს ხოლმე რა თქვენ ამ ჟურნალს გამოსცემთ ორგანიზაციის სახელი არ გამენხილეთ ეთერს მიღმა ცოცხალი თავით იქნება ამჯერად ეთერში მაინც გაგვენხილეთ რთული სახელი აქვს ესეთი აჰუ ფონდი აჰუ კულტურის განვითარებისთვის შეიძლება რაღაცა ისე ჟღერდეს მაგრამ სამდეში ჰავაური სახელი არის რა და სახელია სინამდვილეში და ზარც ნიშნავს რა სწრაფად ზარც ხო რაღაც ორჯერ რო ამბობენ თორდები ეს ხო ვიკიც ჰავაური სახელი არის და მაგიტო კი არ დავარკვით რომ ვიკიც ის არის მაგრამ ნუ ეგრე მოხდა რა რაღაცა ფიქრობდი და იმიტომ ის აქ ინტერეს რაღაცნაირი კონტრაქცია გვინდოდა რა გაგვეკეთებინა რა ჯერ ისეთი რა ფონდი რომელი სუპერმარკეტებში რაღაცა შესაწერი ყუთები ჩვენ გვიდგას მაგრამ საერთოდ რა და არც საქველმოქმედო აქციებს დიდად არ ვეტანებით მაგრამ კონტრაქცია გვინდოდა რა გავეკეთებინა რაღაცნაირად რა იმიტომ რომ ძირითადად რაღაცეები აქ რაც ხდება ხოლმე ძალიან ბევრ სფეროში შეიძლება ეს შეინიშნოს და კულტურაში სამწუხაროდ ასე არის რა იწყება და თავდება გრანტთან ერთად რა იმის იქით არაფერი არ მიდის ძალიან ბევრი რამე საერთოდ იმიტომ იწყება რომ გრანტი დაიწყოს რა დიდი პატივით მოიხსენიებ შალვანათელაშვილს მაგრამ პარანოია კი არა გრანტი ჭამიები და ასე შემდეგ მაგრამ ზოგადად ესე არის რა იმიტომ რომ საჭირო არის შეიძლება გასაგებიც იყოს იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჭირდებათ რაღაცნაირად ფულის მოზიდვა და ამ შემთხვევაში იმ პირობებში რომ ბაზარი არ არსებობს გადარჩენის რეალურად ერთადერთი საშუალება ალბათ ისევ ეს გრანტი რჩება მაგრამ ხო და ზუსტად აი ამ გრანტის საპირისპიროდ გვინდოდა და გაგვეკეთებინა იმიტომ რომ სულ ყოველთვის ხან რაღაცა აი ესეთი რაღაცა ისეთი სახელები ქვეხომ ხო იცი ან ლაბორატორია უნდა იყოს ან რაღაცა უნდა აი რაღაცის კვლევა რაღაცა უნდა ხდებოდეს რა რომ დამაჯერებლად ჟღერდეს და ამიტომ ჩვენ გადავწყვით აბსოლუტურად აბსურდული რაღაცა ფონდი აჰუ დავარქვათ რა და ხაზი გაუსვათ რაღაცნაირ ჩვენ პოზიციას რა რომ ჩვენ არ ვცდილობთ რომ რაღაც კეთებას არ ვიწყებს და არ ვაკეთებს იმიტომ რომ რა ქვია რამე მოვიგოთ ან რაღაც ისა ქვია. რა თქმა უნდა ფინანსური სარგებლობით იქნება კარგია და ხვას ვიღაცა შევეწყობს არავის არ ვაყენებ და ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ ზოგადად ასე არის რა. და აი ამის ხაზგასაცმელი და რაღაც პოზიციის დასაფიქსირებლად გადავწყვეტეთ დაგვერქმია ესეთი რაღაცნაირად აბსურდული სახელი რა. და თქვენ სხვა გეგმებიც გაქვთ ჟურნალის გარდა არის მხოლოდ ეს. ბევრი გეგმა იცი რომ თავიდან დავიწყეთ რაღაცა უფრო აი
უთამაში ალბათ ძალიან ბევრად და მე შეიძლება ბევრ გავუგე Age of Empires ესეთი თამაში იყო Age of რაღაც სტრატეგიული თამაში ხო იცი როგორ არის კომპიუტერის ბევრი რაღაცები უნდა გახსნა ხოლმე რა რაღაც იმის გახსნა მე ნენა ამუშავებ და საბოლოო ჯამში ოდესაც ყველა გამithedeo მე ძლიერი ხარ მაგრამ რთული არის ამ ყველაფრის ერთად ამუშავება რა ჩვენს რაღაცა ანუ რო თამაშობდი ხოლმე ამ სტრატეგიებს მაშინაც რაღაცნაირად ვერთობოდი ამას მით უმეტეს უფრო გასართობად და დინამიურობით ბევრ ამის ერთად აკეთებ. მე მივხვდი რომ სინამდვილეში არ გამოდის, მაგრამ ნუ შეძლებს დაგვარად მაინც რაღაცნაირად კარგია, როდესაც ბევრ ამის ედები ერთად რა უფრო მეტ ენერგია მოაქვს ჩემს ყოველ შემთხვევაში. ხო და ერთ-ერთი სხვა მაგათ რადიოში ვარ და რადიოს გაკეთების დავიწყეთ, რა ქვია, გაკეთება დავიწყეთ, რომელიც არ განხორციელდა, იმიტომ რომ ელემენტარულად ენერგია არ გვეყო. მაგრამ საინტერესო ჩანაფიქრი იყო და შეიძლება რა მაგის გაკეთება, რომ მთლიანად სივრცე კონდეს დათმობილი ექსპერიმენტალურ საუნდ არტს რო კონდეს და ექსპერიმენტს რო კონდეს მთლიანად დათმობილი და აბსოლუტური სიგიჟეები რო ხდებოდეს. ეს არ არის რა თქმა უნდა ახალი საქართველოს იმაში სოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას არის ეს, მაგრამ აქაც არსებობდა რაღაცა მაგალითები, რაღაცა რადიოებზე დაფუძნებით, აძლევდნენ გარკვეულ დროს ამისთვის. მაგრამ თელიანად რო ეს იყოს საქართველოს ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა რა ესეთი რაღაც. ანუ ასეთი ფორმატი. ხო, სრული თავისუფლება და შეიძლება რაღაც სრული ანარქიაც რო შემოიტანო რადიოში რა. იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ სამდროში კიდე ერთი მთავარი მიზეზი რაც არის ის რომ საუნდამუშავებლები რაღაცეები ჯერ კიდე კეთდება საქართველოში. ადრე კეთდებოდა ცოტათი უფრო დიდი იმითი რა ქვია, უფრო მეტი კეთდებოდა ვიდრე ეხაც რა თქმა უნდა კეთდება რა. ექსპერიმენტალურ ელექტრონულ მუსიკაზე არ მაქვს ლაპარაკი. და მაგრამ ჭირს ამის გამოტანა. წარმოგიდგენთ ინსტალაციის და რაღაცა ობიექტის და რაღაცა ხელშესახების და ვიზუალურის გამოტანა ჭირს საქართველოში ზოგადად და გამოფენა ჭირს, იმიტომ რომ სივრცეები რავი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჭირდა შესვლა, რეალურად დეფიციტია რა. ასე დავარქვათ და საუნდის ხრი საერთოდ რა. და ამიტომაც რაღაცა ერთიანი ძალიან ისეთი ჯამთელი დინამიური სივრცე რო შექმნილი იყო, სადაც ეს იქნებოდა და ერქვა კავკასიის open wave. ან კავკასიური ღია ტალღა ოღონდ თუ კავკასიის ღია ტალღა ოღონდ შემოკლებით იყო რადიო ქაუ რა, ანუ რადიო დროხა რომელიც აი მოეწევა. ხო და ნუ ეგეთ რაღაცა ნახევარ თამაშიც იყო და ნახევარ იმითი იყო. ონლაინ იყო და ცოტა ხანი გაძლო. მithumეტეს რაღაც statement-ი ქონდა რომ radio jamming-ი კიდე არსებობს და ჩვენ ამის წინ აღამდეგივართ. radio jamming-ი არის საბჭოთა პერიოდშიც იყო და უფრო ადრეც იყო პოლიტიკური იყო რა რომ ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის რადიო მაუწყებლობას ახშობს. და მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი აღმოჩნდა რომ არის რა რაღაცა ქვეყნებს ახშობენ რა რაღაცა ქვეყნების რადიო იმებს რა ქვია სიგნალებს ახშობენ. ოღონდ სხვანაირად ვერ შეხედო რა გარკვეულწილად საუნდ ინსტალაცია რა უკვე რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს მეორე სახელმწიფოსთან ინტერაქციაში, იმიტომ რომ მოდის წარმოგიდგენ სიგნალი და ამ სიგნალს ედება რაღაცა კონკრეტული ხმა, რომელსაც ყველა სხვადასხვა ხმა, ანუ ყველა სახელმწიფო სხვადასხვა ხმა აქვს დამახასიათებელი. და ეს ერთობლიობა ქმნის რაღაც გარკვეულ სხვა სინთეზს, რაღაც სხვა ხმა იბადება. და პრაქტიკულად თუ ძველ რადიო მიმღებთან ხდება ეს მოკლე ტალღებზე ხდება რა ძირითადად. პრაქტიკულად მოკლე ტალღაზე გაქვს რადიო ინსტალაცია გაქვს რა პრაქტიკულად რა შეგიძლია ჩარტო და ინსტალაცია არის რა. ხო და ერთ-ერთი იდეა ეგ ქონდა რომ იდეალურ შემთხვევაში ჩვენ რამენერად უნდა მოგვეხერხებინ წარმოუდგენელია, მაგრამ რამენერად უნდა მოგვეხერხებინ საუკეთესო შემთხვევაში ხო ძრო უცნებ რაღაცას რო იწყებ ხო ჯერ დიდით იწყებ მე რა პატარა. რომ ჩვენც გავეთ ერთხელაც ესვე ტალღაზე და ოღონდ გავაშუქოთ, ანუ ჩვენც გავუშვეთ რადიო ჯემინგის ისენი რა ქვია ძირითადი ისა რა იყოს რადიო ჯემინგის მაუწყებლობა რა ჩვენც რადიო ჯემინგი იყო ჩვენ კი არ ვინმე კი არ დავახშოთ პროსტა ეს გავუშვათ რა დახშობილი ხმები გავუშვათ სხვადასხვა ანალოგების და ეხლა წარმოვიდგინე რადიოს იღებს და დაიწყო დახშობა ხო რომ რაღაცა ქვეყანა ნუ წარმოვიდგინე რას ახშობს დახშობილ ხმას ახშობს რა ნუ აბსურდია ხო მეორე უცებ შეგიძლია გათიშო ჩარტო რაღაცა და უცებ რაღაც აბსოლუტურად შეიძლება რაღაც პოლიტიკური სტეიტმენტი გააკეთო რა ნუ როდი დაახშოს თუ არ დაახშოს იმის შესაძლებლობასაც არ აძლევ რა. და ნუ ასეთი გეგმა ქონდა, მაგრამ ვერ განხორციელდა, მაგრამ იმიტომ რომ ამ ჟურნალისტებთან წაიყო დიდი ენერგია რა. მაგრამ ვაპირებთ რომ გაკეთდეს და გავაკეთოთ ეს და საუნდით დაინტერესებულ ბევრ ადამიანთან რაღაც რაოდენობა ადამიანებს შევხვდით რა, დაინტერესათ იმათ და
ეხლა თუ აპირებთ თქვა შევხვდეთ და შევთავაზოთ ასეთი რაღაცა და ეს რომ იყოს ონლაინ, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის ჯერ ისე FM-ის დაქირავება თუ რაღაც FM ტალღაზე დაждდომა ზოგადად საკმაოდ ძვირი დაждდება ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მეორეს ერთი კიდე ხო რა ნუ იმ ხელა აუდიტორია არ ეყოლება რა ძირითადად ამას რა არ ჯერა რომ სამარშრუტო ტაქსიში რაღაც საუნდ ექსპერიმენტს მოისმენს ვიღაცა მაგრამ ნუ კარგი იქნებოდა რომ გაკეთებულიყო კი იდეა ნამდვილად არაჩვეულებრივი კეთილი ჩვენ ახლა მუსიკას დავუთმობთ რადიო იმედის ეთერში შემდგომ გელიცა ინფორმაცია გამოშვება და ამინდის პროგნოზი და მე გავაგზავნებთ საუბარს ისევ გოგა ვაშაკიძესთან ერთად არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია კოკა ვაშაკიძე მხატვარი კაცი რომელიც დაკავშირებულია ძალიან კარგ ჟურნალთან და ასევე წესით ანუ გიცნო ყოლუდა ჩვენ სტუმრად ანუ კილომძე რომელთან ერთადაც აკეთებს ის ამ ჟურნალს თუმცა როგორც მივხვდი რაღაც უფრო ის ხო ბავშვი ვისნა დაეტოვებინა ოჯახნა რომელიღაც უნდა მოსულიყო იმით დავიტოვებ რომ ანუ კი ძალკე ცვიხილა მე გადაცემის სხვა თემასთან დაკავშირებით თქვენ გარდა იმისა რომ გაქვთ საინტერესო ჟურნალი ასევე გაქვთ საინტერესო ონლაინ რადიოს იდეა და გეგმა გაქვთ ძალიან კარგი ვირუკელას და ზებრის იდეა ესე რა ქვია გაგიმხელთ ხო მოგეთ ესეთი ის არის რა იდეა არის რომ ანუ ზებრის პრობლემა ხო არსებობს ხო ქართველები ზებრას ვერ ცნობთ ზებრას ძღოლები ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძღოლები საერთოდ ვერ ცნობენ ზებრას კიდე ვიღაცამ შეიძლება ნუ სადღაც იცნობს მაგრამ საქართველოში თბილისში ზებრა არ არსებობს ქუჩაში იმდენად არ არსებობს რომ ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში პრაქტიკულად წაშლილი არის რა ეს ანუ შეიძლება იპოვნო რომ აი ოდესღაც ეხატა რა იყო მაგრამ აღარ არის ამის როგორც ვიცი რაღაცა რეგულაციები არის კიდევ რაღაცა ჯარიმებიც არის კიდევაც მაგრამ საერთოდ არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას შეიძლება ზოგან CCTV კამერებიც იყოს დამონტაჟებული მაგით დიდად არავის არ აღიელებს და არც არავინ არ მოედავება სიტყვაზე განსხვავებით იმისგან რომ რა ქვია მაგას უსაფრთხოების ღვედი თუ არ გიკეთე შეიძლება რაღაცა კამერაში დაგინახოს და მე სახში გესტუმროს ხო და მოგეთ რაღაცნაირად უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა რა იმიტომ რომ არ შეიძლება ხო ესე და ცუდი არის მაგრამ სახელმწიფო ამისთვის სამწუხაროდ დიდად თავს არ იკლავს და არაფერი არ კეთდება სახელმწიფო ფეხით არ დადის სახელმწიფო ფეხით არ დადის ხო ეს ახალი მაგარი ის იქნება რა სერიოზული და გამოვიდეს სახელმწიფო ფეხით არ დადის ვარა ნუ ესე იგი რა რჩება ან უნდა შეეგუო იმას რაც არის და ან კიდე რაღაცნაირად უნდა შეცვალოს უნდა ალბათ საზოგადოება მისევ და არა თქვათ იმ ორგანოებმა რომელსაც ეს პირდაპირ ეხება რა. კი, აი ჩემი მეგობარი ცვლის მაგალითად გოჭივით მიმარბენებს ზებრაზე რომელზეც არავინ არ ჩერდება ქართველი მძღოლები და ის ამტკიცებს რომ ზებრა და ჩვენ გვეკუთვნის აქ გადასვლა და ნუ კი მეც ვაკეთებ ხოლმე ეგრე ხშირად. მით უმეტესად ცოცხალსიაზე ვარ წამოჩვენი გზა არიან რაღაცა, მაგრამ ნუ შეიძლება ერთხელ ძალიან ცუდად დამთავრდეს ეგ წამოერთი ჩვენი გზა არის. ხო და ახო რაღაც ეგ ამბავი არის ხოლმე რომ აი პატარა დიცი მოშო დიდი კიდე უფრო უთმობს და კიდე უფრო დიდ და მე მეშუბო ბოლოს აქ თვითფრინავებით ვიდო ტანკებით რაღაცები და ვინც უფრო დიდი რაღაცით მოვა ის უფრო მე მოკლედ რა როგორც ხო და ნუ რაღაცა შეიძლება საზოგადოება უნდა შეცვალოს საზოგადოება უნდა მოკიდოს ხელი ამას მას საზოგადოება მოკიდოს ხო პირდაპირ დაპირისპირ ჯესტი ასეთ არ მეგიყვანს პლუს ანუ ეს იდეა რაცაც ჩვენ ვაკეთებთ არა მხოლოდ ზებრასთანაა დაკავშირებული, არამედ არის თუთ პარკინგთან რა, იმიტომ რომ პარკინგით ისეთივე რაღაცა არის, რომ არ ვიცი რა ზღოლი ისი აყენებს ყველაზე ისეთი მარტივი მაგალითი რო აიღო სადარბაზოსთან მანქანას რო აი ლამის რაღაცა ჩაი ჩააწოდო ლუკიდან შეიძლება ან რაღაცა დაპატიჟო სადღაც ან რაღაცა ისაქნა რა, ანუ რაღაცა ნუ შემოსული სტუმარია რა პრაქტიკულად ის რო არჩევთ ადგილი თუ არა სტუმარია რა ლიფტში დაგემგზავრო შეიძლება რაღაცა წინა ფარიან რა ვიცი რაღაცა ტელევიზორს აუწიეთ თუ შეიძლება არ მესმის გადაცემა რაღაცა ხო რაღაცა ეგეთენ ცოტა მოატრიალია რაღაც არ კიდე დაინახავს კარგად ხო და ნუ ანუ ეს ორი პრობლემა არის ძირითადი ხო ფეხით მოსიარული ადამიანთან დაკავშირებით ველოსიპედზე ის კამიკაძის იმიდან არის ის
სხვა რამე არის, სხვა ჟანრი არის. მაგრამ რანაირად შეიძლება რომ მოხერხდეს რომ გამოსწორდეს რაღაცით. ალბათ უფრო მაინც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ავირჩიეთ თამაშის გზა, იმიტომ რომ თამაშის გზა შეიძლება უფრო მეტ რაღაცას გაცილებით მარტივად მოგიტანს სათქმელს, ვიდრე თქვა აგრესიის გზა არც გამოვა, ხო იქ? მანქანამ გამიჩა რა უნდა ქნა, ეხა ფანჯდა რომ გადმოიხედები რაღაც ყვავილების ხოთაც რა უნდა ქნა, ვერაფერს ვერ იზავ რა. და მაქსიმუმ ჩხუბი და მე აყალმაყალი დავიდარება და უბედურება და ისევ მანქანიანი ადამიანები მოვლენ, რომელმაც უნდა გაგირჩიონ საქმე და ალბათ მანქანიანის მხარეზე მოკლედ. კარგი რა ეს კოზანოსტრული სურათი დასახე. ეგეთი არის და რა ვქნათ ახლა, შეიძლება ახლა კოზანოსტრი არ იყოს, მაგრამ არის რა, თულად არის საქმე. ძალიან რთულად არის, იმაზე გაცილებით თულად არის, ვიდრე ისე იხილავენ ხოლმე ადამიანები, იმიტომ რომ ყველას უკვე რაღაცნაირად შეუმსუბუქთა რაღაცა. ეგ ამბავი. ხო და ეს რაღაც გადავწყვიტეთ რა. აი საქართველოში ყველაზე ისეთი რაღაცა, ხო აი ყველაზე მსუბუქი შეურაცხყოფა რომელიც შეიძლება აიტანოს ადამიანმა, ხო აი ერთ-ერთი ხო ვირისთაო არის რა, შევირისთაო რა. დედის გინება არა, ანუ აი როგორ გითხრა, აი მსუბუქია რა, ძალიან ხუმრობა არის და შეიძლება გაბრაზდეს, მაგრამ ამას არ მოყვეს ისენი რა ქვია კუდები. მაგრამ იყო რა ეგეთი კურიოზია პრაქტიკულად. იყო ეგეთი შემთხვევა სოფლიოში რომ აღარ მახსოვს სად რა, მაგრამ იყო რომ დამთავრებელს მოკეთ დამთავრებელისთვის ზოოპარკში უნდა ეჩვენებინა ზებრა რა. მაგრამ ზებრა არ ყავდათ და ბირი შეღებეს, გადაღებეს ზებრად და აჩვენეს ზებრად. მე რაღაც გაირიყვა თუ მოკლედ გასკდა ეგ ამბავი, მაგრამ იყო ესეთი ამბავი. ხო და ანუ ამ შემთხვევაში თუ ეს ზებრა ერთის ხრივანო ადამიანების უსაფრთხოებას და ფეხით მოსევების უსაფრთხოებას იმეშვება, ხო ეს ვირი გამოდის, მაგის ის აწინააღმდეგო რაღაცა მით უმეტეს თუ გადაღებეს, ხო და თან პლუს ეს შევირისთავოთ რაღაცა ეგეთი რაღაცა გამოდის რა. და გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა გავაკეთებინა, რომ გავაკეთოთ აპლიკაცია ტელეფონის. მოკლედ, მით უმეტეს რომ აქვე უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ მე დავიკარგებით. რომ არის რაღაცა მონაცემთა ბაზა მით უმეტეს ონლაინში და მით უმეტეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, სადაც პრობლემური არის გაჩერება, სადაც პრობლემური არის პარკინგი, სადაც არ არის ზებრა, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს და ასე შემდეგ. ანუ ამის მონაცემთა ბაზა სინამდვილეში არის, ანუ თუ თქვათ იგივე პარკინგს დაუბრუნდებით, ეს კომპანიები, რომლებიც ამას არეგულირებენ, პრაქტიკულად ძირითადად მაინც მთავარ ქუჩებზე დადიან და გვერდზე ქუჩებზე, თქვათ პარალელურ ქუჩებზე არიხედებიან და იქ საერთოდ კატასტროფა ხდება, თქვათ წარმოვიდგინე, სადაც შუარუსთაველზე სიგიჟე ხდება, არ ვიცი, გრიბოედოვზე რა იქნება, ხო? ხო და ჩაუშვეთ ესეთი აპლიკაცია, მოკლედ, არ ჩაგვიშვია, მაგრამ ძალიან უახლოეს მომავალში ძალიან მალე ჩაუშვებთ ამას, რომ ადამიანი შეეძლოს ნებისმიერ დავიწყოთ პირველ რიგში პარკინგიდან, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ პარკინგი მეტნაკლებად მაინც ფოტო არის რა. ანუ სტატიკა არის, მანქანა გაჩერებული არის და არ გიწევს თქვა უცებ ჯიბიდან ტელეფონის დაძრობა და კამერის ჩართვა და ვიდეოს გადაღება და მე ამ ვიდეოს ატვირთო. და დავიწყოთ გადაღება სურათების. ყოველ შემთხვევაში ეს აპლიკაცია ჩვენ ასე შევთავაზებთ ადამიანებს. თუ აიტაცებენ და რაღაცნაირად აი იმას იზამენ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველასთვის საჭირო არის. გადავიღებთ სურათს და გვერდზე ექნება ორი ფუნქცია. ან ეს იქნება ზებრას თავი, თუ თქვათ პარკინგი კარგად მადლობა გინდა რომ გადაუხადო რაღაცნაირად ამისთვის, ან იქნება ვირის თავი რა. და ეს ვირის თავი დაყენდება სადაც მოგინდება იქ მაგალითად საჭესე ღორის თავის ნაცვლად რა. შემდეგ ეს ავტომატურად დაიპოსტება Facebook-ზეც, იმიტომ რომ Facebook ყველაზე გამოყენება და ის არის Facebook-ს ისე იყენებს ხათაშორის ხალხი რომ რეკლამაში აღარ თითვლება. სხვა რაღაცა რო ისაქნა ჩაითვლებოთ Facebook-ი აღარ ითვლება რეკლამით, ეგეც ხომ მაგარია. მაგრამ აიტვირთება სოციალური ქსელების მეშვეობით, მოკლედ დავაბრალოთ Twitter-საც რო იყენებენ საქართველოში. ხო და ალბათ მოედება ვირუსული სახე იქნება რა, იმიტომ რომ ვიღაცა იცნობს ხო ალბათ მანქანას, მე ის დაუდებს თქვათ მანქანის პატრონს რომ აი შენი სურათი გამოჩნდა შევირისთავო ან რაღაც ესეთი სად გაგიჩერებია. და ამ თამაში იმედი გვაქვს რომ რაღაცნაირად ანუ ეს ადამიანებიც მიხვდებიან რომ არ არის რა უხერხული არის ამისი კეთება. აი იცით რა ვირისთავს ნაცვლად ბებოების ლექსიკონიდან ოტროლა მოტრუკი რო გამოიყენოთ მე მგონი უფრო ისეთი მოტრუკი ეცია მოტრუკი ჯერ ეს ერთი უფრო აი ისეთი არის კახური არის რა პირდაპირი არის ხო იცი უფრო ბრტყელი არის და ვირისთავს
უფრო ისეთი აიტანს უფრო ვირისთავას ადამიანი ვიდრე იმას. თან იმიტომ რომ იქ იქნება ადრე გქონდა ხო სუსურული მქონდა რაღაცა ნეტა რაღაცა მომაფიქრებინა ისეთი რაც აი მანქანაზე დააწერო რა სად გაჩერებული რა ის მან ხო არის ხომ რაღაც მტვერდით რომ იმას იზამენ რომ სად დააყენიან რაღაც ეგეთი მაგრამ ეს მტვერდი მაშინ ეხლა მტრიან მანქანებს ხო არ დაზდე ხო ახალი გარეცხილი თუ აქვს მაშინ ხო და ამიტომაც პლუს იქნება სტიკერი რომელიც ვირისთავი იქნება რა მოკლედ რა გამოსახულის ამ სტიკერზე და ადამიანს ექნება წინასწარ არაფერს არ ვამბობთ რომელ ორგანიზაციასთან კიდე რომელ სარეკლამო კომპანიასთან იქნება ეს მაგრამ ჩვენ თვითონ შევესწრებით რომ რაღაცა გარკვეული თანხა გამოვიღოთ ამისთვის მე შეიძლება პირველადზე მე შეიძლება თვითონ საზოგადოების მობილიზაციაც მოხდეს იმისთვის და თქვათ გავუწევთ ხელშეკრულებას იმას რა ქვია ხელშეკრულებას გავაფორმებთ ამ იმას და რომ სტიკერების დაბეჭდაზე რა ოღონდ თითო ადამიანს არა უმეტეს 100 სტიკერის დაბეჭდის შესაძლებლობა იქნება პირდაპირ გადმოიწერს აპლიკაციიდან ან ვებსაიტიდან ამ სტიკერს ან პირდაპირ გაუგზავნის იმას და ნუ მივა შემდეგ და აბსოლუტურად უბრალოდ აიღებს 100 წელს რა რომელიც შეიძლება გაუნაწილოს ვიღაცეებს და კარგი იქნება თუ ამას რაღაცად მოვდებთ რა რომ მივიდეს და ამ თამაშით ელემენტარულად რაღაცა დიალოგი შეიძლება მაინც დაიწყოს მაგრამ გარდა ამისა იქნება ზებრებზეც აქცენტი გაკეთებული რომელიც უფრო ვიდეოსთან არის დაკავშირებული არის რამდენიმე ძალიან კატასტროფულად რთული ადგილი მაგათი ერთი არის მშრალი ხიდის ქვეშ არის ზებრა დახატული რომელიც არის ну ეს გადასვლა არის აი რა ვიცი საფარი არის რა ვიღაცა ნადირობს შენზე ვიღაცა კი არა ყველა ნადირობს რა შენზე რა და შენ ხარ ზებრა რომელიც ზებრაზე მიაჭენებ რა აი სიგიჟი არის რა მარშალ გელოვანზე იყო კიდე ესეთი რთული ვითარება არც ეხა გამოსწორდა თუ რა და იქ თუ არა ზებრა მაგრამ იმახსოვს რომ იქ გადასვლა იყო შეუძლებელი იმიტომ რომ იქ შუქნიშანზე რომ გადასულიყავი დასაწყისში მე შეიძლება თვალი გამოგითხარა სადღაც ქვემოთ რომელიღაც ხის ქვეშ თან ძალიან პატარა იქ ტროტუარსაც ვერ გაევლი და მე რადგან მძღოლებს კონდეთ ის მე მგონი გართობა რომ აბა ვინ არ გაცლი და გადასვლას ხო და უფრო რაღაც ის ხო, ну აი ეგეთი ის არის რა და ანუ ეს სურათები ავტომატურად აიტვირთება იმაზე რა ქვია Google Maps-ზე რა. პრაქტიკულად ეს გამოიწვევს ყველაზე ისეთი კრიტიკული ადგილების ავტომატურად დაფიქსირდება სად არის, ხო, ატვირთული რა, ანუ თქვათ იგივე გელოვანზე ან სადღაც სხვაგან რა. გამოჩნდება შეიქმნება ერთგვარი მონაცემთა ბაზა, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება და მუდმივად მიაწოდებს ადამიანებს ინფორმაციას, აი აქ ყველაზე მძიმეა რა მდგომარეობა, ან აქ არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა. და იდეაში ეს რაღაცა გჯერა, რომ თუ ამაში საზოგადოების ჩართულობა მოხდა და ჩემი აზრით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ იმდენად არის ეს თემა მომწიფებული და იმდენად მართლა ყველას აღელვებს ეს თემა, რომ უნდა მოხდეს წესით რა. რომ ჯერ ერთი აქტივობისგან გამომდინარე და მეორე ერთი კიდე რავი კეთილ საქმეს გავუკეთებთ იმ ორგანიზაციებს თუ იმ იმას რა ქვია სახელმწიფოს რომელსაც პირდაპირ მოვალეობა უნდა იყოს ამის კვლევა სად არის საჭირო გამოსწორება ამ მდგომარეობის და სად არის საჭირო რომ პირდაპირ შევლენ ამ აპლიკაციის მეშვეობით ან საიტიდან და ნახავენ პირდაპირ სად რა ხდება რა სად რა პრობლემა არის და მე ალბათ გამოასწორებენ თუ არ გამოასწორებენ ნუ მინიმუმ ის მძღოლები მაინც გამოასწორდებენ იმიტომ რომ მე ხო იცი ერთ ვარსკვლავიანი ვირისთავი იქნება თუ ხუთ ვარსკვლავიანი ვირისთავი მაგასაც ხოდები მნიშვნელობა აქვს აი შეიძლება დღის განმავლობაში ვერ ისაკრა და თუ კარგად დასწორეთ იმუშავე ხუთ ვარსკვლავი ხუთი ვირისთავი დროის მე უკვე რაღაც ჯილდოც უნდა გადაცა ხა იმას ის ხო არა Pinocchio ნეუნელა რო ამას ის ხურები ხო და რაღაცა. ამერე შეიძლება ვირისთავი დახატო ვირისთავების და რაღაცა, ნუ არ ვიცი. აი ჩვენ ზებრებზე საუბარმა ესე გაგვიტაცა რომ თქვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ, მაგრამ საბძოხაროდ ამაზე ნინა უკვე საუბარს ვეღარ მოვასწრებთ ხო როგორც ხდები. აქ უნდა დავასრულოთ გადაცემაში, გახსენებთ რომ გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი კოკა ვაშაკიძე და ჩვენ საუბრობთ კავკასიური ხელოვნების ჟურნალის შესახებ, თუმცა არა მხოლოდ ამის შესახებ, აი ზებრებამდე გადავედით და იმედს ვიტოვებთ რომ მართლა ოდესმე ჩვენ ვიცნობთ ქართველები იმას რომ დახაზული ეს არ არის მხოლოდ სილამაზისთვის და კოკა უღრმესი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. მადლობა მსმენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმენთ რადიო იმედს. ნახვამდის. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.